გამარჯობა მეგობრებო. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ჩემს ვიდეოს, რომელიც ამდენი ხნის მერე დავდე, თვეების მერე, თუ წლების მერე. ძალიან დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის, კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, ნახვებისთვის. ძალიან გამიკვირდა რა არ ველოდი, 10,000 ნახვაზეა უკვე. როგორც ხედავთ, დღეს ჩვენთან თოვლი მოვიდა, როგორც იქნა, ეხლა გავიდეთ გარეთ და დაგათვალიერებინებთ და მანავე ცოტა ხანი გავერთოთ. მოკლედ ეს თამაში სნოურანერი არ ბეზდება არასდროს, სულ ზამთარია. თოვლის ტურებში მიყვარს ხოლმე თამაში რა. უკვე რამდენიმე წელია რა Xbox-ზე თითქმის დავხურე ხა. მე Teams-ზე თავიდან დავიწყე და სადღაც შუაში ვარ მისი. აბა როგორია თავლი? გადასაფარებელი მქონდა გადაფარებული, იმიტომ რომ ყინავს ხოლმე ღამე და ხა გუშინ არ ველოდი თუ მოთავდა. ვაგად მოვაცალოთ ხა. ოპაც. მას ჩამოვკიდებ რომ გაშრეს. გუშინ სხვათა შორის ჩვენთან სოფლის ეკლესიაზე ვიყავით ასულები და კარგი დიდი თოვლი იყო. ჩავსავ აქ კადრებს. იქ ასვლისაც. ვა. აჩა. Hello, Chuga. Xariya tavli. გუშინ ქონდა ანიზას დაბადების დღე. ხო და ეს ორი საჩუქარი მიიღო. ეს დიდი ნაკარგი არის, სურათი არ არის და ხატული არ არის. და მეორე ეს პატარა. აქ იძახდა რა. სიცარიალე არისო, აი ამ ადგილას. და აი ფიქრობ ჩამოკიდებას. ასევე შეამჩნევთ ალბათ ამას პროექტორი. დროებით ესე მოვაწყეთ. მიმართული არის საწოლის ამ მხარეს, აი ეს კედელი არის, ესე ცერად არის, ანუ სწორად არ არის. და როცა ფუფზე დაждები, იმითი ან ამითი, აი ესე როცა დაждები, ძალიან მაგარი საყურებელი გამოდის და ძალიან დიდად იშლება აქედან. დაახლოებით ალბათ მინიმუმ 100 ინჩი მაინც იქნება რა და კინოთეატრში გონია თავი. ძალიან სქელი ფარდები გვაქვს რა. აბნელებს ყველაფერს და ფაქტობრივად ღამე არის. ეხა გავაკეთებ და გაჩვენებთ რა. ასე რომ შეგიძლია დღისითაც უყურო რა. ეხა მაგარი მზე შემოდის და ცოტა ხანში დავაბნელებ. აი ესე გამოიყურება ჩაბნელებული ოთახი. ესაც ჩვენი გამოსახულება. რა თქმა უნდა, ღამე ბევრად სიბნელი არის და ბევრად უკეთესად უფრო ხასხასა არის გამოსახულება გისა და ჩვენებს, მაგრამ ეხლა ჩვეულებრივად შეიძლება ფილმის ყურება, რა ძალიან მაგარია რა.
შპალემაცხელი შეგვიწყო, იმიტომ რომ თეთრი ფერის არის და თეთრ ფერზე ძალიან კარგად აჩვენებს რა. თეთრი ფერი უნდა ზოგადად. ხო და ესეთია მოკლედ. ეს რო აღიქვათ ზომისთვის საწოლი არის ეს, ციგანიშერია ეს საწოლი 2 მეტრი დაახლოებით და ის ნახეთ რა მხოლოდ დიდია. დიაგონალზე ალბათ 3 მეტრი იქნება რა. ესე. მოკლედ ახლა შევუდგეთ ამის დაყენებას კედელზე, ამ 2 სურათის. აი ესეთი გამოვიდა ეს და მე აქეთ. ეხლა შევუდგეთ წვადის შეწვას. წიფლის შეშა მაქვს. წიფელი მაქვს ხოლმე ძირითადად ზამთრისთვის და წალამიც უნდა მქონდეს, ზუსტად არ ვიცი. მოძებნი წალამი თუ მაქვს, საერთოდ მაგარი გამოვა. ხმელ შეშას გავემზადებ დასანთებად. ამას ძალიან მარტივად ეკიდება და მაგისთვის არის კარგი რა. ძალიან ხმელი. აი წიფელი როა კანზეც ეკობა. შემოვლაგოთ ხა დიდი შეშები. ამათაც რა. გადაეკიდოს მაგრამ შოდის ფონზე შევწვათ წვადები. ისეთი სუფთა აერია. ძალიან თბილა დღეს სხვათა შორის. 11 გრადუსია მე მგონი. მადლობა მეგობრებო, რომ შეგვიძლია ვიდეოს და დროებით ალბათ.